მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ბრალდებულებმა დღეს საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს, მათ განაცხადეს, რომ საქმეში არსებული მასალებით მათი დანაშაული არ მტკიცდება. 11 პირს თავდაპირველად ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, რაც 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებდა პატიმრობას, თუმცა მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა და ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო ისინი დამნაშავედ, რისთვისაც 2 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. Ბოლოდნელი გადაწყვეტილება იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ ველოდებოდეთ, რომ სამართლებრივად განიხილავდა ვინმე და იმსჯელებთ. ამ სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიულად სამართლებრივად განაჩენი არსებობს 2024 წლის 5 დეკემბრიდან ბიჭების დაკავების დღიდან. რაც შეეხება რას ვაკეთებთ სასამართლოში და რატომ ვიყავით და რას ველოდებოდით, ეს არის ლატარია, რომ აღმოჩნდება თუ არა რომელიმე მოსამართლე საკმარისად გამბედავი. იმ რეალობაში ჩვენ ვიმყოფებით და დღესაც ვხედავთ პირველი ინსტანციიდან დაწყებული დღემდე გრძელდება ეწოლა სასამართლოზე. Ძალზე საკითხი სჭირდება თუ არა სასამართლოს ეწოლა უკანონო გადაწყვეტილების მიღების დროს. Გათქმა უნდა, მოლოდინი იმის, რომ გადაწყვეტილება შეიცვლებოდა, ან თუნდაც სასჯელის ნაწილში შემცირდებოდა, არც ჩვენ და არც მშავრდებულებს არ ჰქონდათ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი და 11-ვე მშავრდებულის მიმართ უწვრეთად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. ბრალდების მხარე დავეულდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გავეცნობით და ალბათ დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ ზეპურ სასამართლოს. ჩვენ ვითხოვდით კვალიფიკაციის შეცვლას, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ და არც ბრალდების მხარის და არც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკვირვებია.